დილამშვიდობისა, ვინც პირველად მიყურებს, მე ვარ გიორგი ფხაკაძე, ვინც პირველად არ მიყურებს, მადლობა თქვენი კომენტარებისათვის და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ შენი ექიმი.g და შენი ამბები.g-ია საუკეთესო დამოუკიდებელი მედია საშუალება საქართველოში. ეხლა მე დავდე პოსტი, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში კვერცხი, ანუ ერთი კოლოფი, რასაც ქვია თუ ხუთი, როგორც არის, ესე იგი, კვერცხი წინა კვირას 360 კვერცხი რო არის ელატოკებით, ღირდა 250 ლარი. ეხლა ჩემი მიყვნე მისული იგივე მაღაზიაში ნავთლუღში და იგივე კოლოფი გადაიხადეს 170 ლარი. კიდევ ერთხელ გავამეორებ. ნავთლუღის ბაზარში ერთი კვირის წინ ერთი ლოტი კვერცხი ღირდა 250 ლარი. დღეს იგივე კვერცხი გადაიხადეს 170 ლარი. 160 კვერცხია საუბარი. ფაქტის კონსტატაცია აქ არ არის, არ შეფასება არ არის, არა. ფაქტის კონსტატაცია და დავდეთ ჩემს Facebook-ზე. დაახლოებით 15 წუთში 10000 კაცი ნახა და უმრავლესობა გაბრაზებული არის. ანუ ყველაფერზე რო გაბრაზდებით, ასე ამდენი უმადური ადამიანი რამ დაგბადა დედამიწაზე. ფაქტი არის ის, რომ ფასები დაიწია. ჩემი თვალსაზრისი და ჩემი ხედვით, რომ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, ფასები უნდა დაწიოს. ახლა ერთი რამე რაც მე ამ მაგალითთან შემიძლია ავიღო, რომ როცა მთავრობა თქვა, რომ ასევე წამლებზე ფასებს დავწევთ, მე სრულიად ველოდები, რომ ამასაც იზამენ. სხვათა შორის გუშინ BMG-ზე გამოვიდა ეს რაღაც გადაცემა, გულიზამრევი გადაცემა იყო, აი ეს არის ნაცების მავნებლობა, რასაც გინახიათ, აი ეს იყო, რაც მე გუშინ მოусმინე BMG-ზე, თურმე 5 აფთიაქი ერთმანეთზე ჩამწხრებული რო არის, თურმე ეს კარგი არის. ეს ბიზნესის განვითარება არის. თურმე 2500 აფთიაქი რო არის ქვეყანაში, თურმე კარგი არის. გესმით? ქვეყანაში 1000-ზე მეტი აფთიაქი საჭირო არ არის. ეს ერთი. მეორე აფთიაქებში კი არა, საერთოდ მედიკამენტების ფასების დაწევა შეიძლება 3 თვეში 30%. აი ეს რეფერალური ფასები და რაღაცები. რეფერალური ფასი რას ნიშნავს? მაქსიმალური გასაყიდი ფასი. მაგრამ უფრო იაფად უნდა გაყიდო. და ამის საშუალება არის ძალიან მარტივად. აი ეს ავერსის ცნობილი მოდელი, რომ იმპორტიორი, წარმოებელი, დისტრიბიუტორი, აფთიაქი, პოლიკლინიკა, საავადმყოფო, დაზღვევა და უნივერსიტეტი ერთ კომპანიას რო ეკუთვნის, ეს ქმნის შემოძვირფასებო ასეთ მაღალ ფასს და ნამდვილად ფასებს არ აკლებს. აქედან გამომდინარე, მაგალითი, რაც ჩვენ დავინახოთ ერთ კვირაში კვერცხის ფასი ერთი ლოტის 250 ლარი და 170 ლარის დაწევა, ეს ნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია. და ასევე შესაძლებელია წამლების ფასების დაკლება 30%. კი ცოტა მუშაობას აჭახა კვერცხით ახლა ვერ გაკეთება ერთ წუთში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 3 თვეში თუ იქნება სწორი მიდგომა და აი ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გაყოფილი დისტრიბიუტორი, კიდევ ერთხელ არ შეიძლება იმპორტიორი, დისტრიბიუტორი და აფთიაქი იყოს ერთი და იგივე. და პლუს ამას კიდე ყავდეს საავადმყოფო, ამას უნდა ყავდეს კიდე დაზღვევა და ამას უნდა პოლიკლინიკა. არ შეიძლება ესე. უნდა იყოს ერთი აფთიაქი უბანში და ის აფთიაქი რატო ხდება ეს საბა, იმიტომ რომ 5 აფთიაქი რატო გვაქვს? იმიტომ რომ ერთ აფთიაქში რო შედიხარ, მე წამალი არ აქვს, სხვა აფთიაქში უნდა წახვიდე. მე ჩვენ არ გვაქვს სხვა აფთიაქში, იმიტომ რომ გაყოფილი არის, რომ ეს წამალი იყიდება ამ აფთიაქში, ეს წამალი იყიდება ამ აფთიაქში. ან ავერსის ექიმი გამოწერს მარტო ავერსის წამალს, ევექსის წემელი, ევექსის ექიმი გამოწერს მარტო ევექსის აფთიაქების, ანუ ახმას ფარმატიპო და GPC და ასე შემდეგ. ეს არ უნდა იყოს, იმიტომ უნდა იყოს, რომ აფთიაქი უნდა იყოს ცალკე და არავითომ შვილობილი ცალკე ბიზნესი უნდა იყოს და ანტიმონოპოლური სამსახური უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ აფთიაქი უნდა იყოს ცალკე. დისტრიბიუტორები უნდა იყოს ცალკე. და აფთიაქების შესახებ კანონში ერთი წინადადება შესატანი. ამაზე მე ვლაპარაკობდი კიდე ქაბატონი გაბუნია როცა იყო მინისტრის მოადგილე და როცა აფთიაქების შესახებ კანონი იყო, მაშინაც უთხარი ქაბატონ გაბუნიას, რომ იქნებ აი ეს ერთი წინადადება შეიტანა. წინადადება. აფთიაქის შესახებ კანონი. უნდა იყოს მითითებული ესეთი რამე, რომ აფთიაქში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი წამალი, რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში. ანუ ყველა ის 8000 წამალი თუ 10000 წამალი, რომელიც ოფიციალ საქართველოში იყიდება, ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი აი ხულოში, ჩემო ბებომარო რო არის, ხო იცით? ისიც, რა თქმა უნდა, ყველა 10000 წამალი ვერ იქნება ერთ აფთიაქში ნორმალური და მისაღია, მაგრამ
დისტრიბუტორები ის უნდა მუშაობდეს, რომ მე ბებომარო როცა მივედი აფთიაქში, ხულოში და მე მაქვს რეცეპტი, ან ის წამალი, რომელიც ექიმმა მე გამომიწერა და ეს წამალი საქართველოში რეგისტრირებული არის, ეს წამალი მაქსიმუმ 24 საათის მანძილზე უნდა მოვიდეს იმ აფთიაქში, როგორც არის მაგას საფრანგეთში. საფრანგეთში რო შეხვდათ აფთიაქში, ყველა წამალი არ არის უმრავლესობა, მაგრამ რაც არა გაქვს, აქ არის ორი სისტემა. თუ შენ მიდი დილას, შუა დღეზე მიიღებ ამ წამალს, თუ შენ მიდი აფთიაქში მაგალითად 2 საათის მერე, მაგრამ მეორე დღეს დილას უკვე ეს წამალი იქნება. ამაზე არის საუბარი. და ზუსტად აი აქ იქნება რო იძახიან ეს დისტრიბუტორები ესო შეუძლებელია და გულის ამრევი იყო გუშინდელი BMG-ს გადაცემა, აი მართლა გულის ამრევი. და ვინც ახათ მაგისი გამპრავებელი თქვენ ხართ არ ადამიანები და თქვენ ხართ კრიმინალები და ის ადამიანები ვინც შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს და ვინც აყენებს შეურაცხყოფას ჯანდაცვის სამინისტროს ისაო ჯანდაცვის სამინისტრო თქო 2500 აფთიაქი არის და გამოვიდნენ ახლა ეს ბჭყალებში ბიზნესმენები და სამინისტრო ტყუილი არის 2500 კი არა 2000-ზე ვაი თქვენსა პატრონს და უბედურს მელიქეშვილზე ფილარმონიის წინ გადახედეთ 3 თუ 4 აფთიაქი რო ერთმანეთს გადაწეპებული არამიანში შედიდა რაფერა ჩამწყვეტებული სამონტყოფო აფთიაქები ერთმანეთში ეს ნორმალური არის? ფასები იმიტომ არის ძვირი ჩემო ბატონო, როცა შენ გაქვს 2500 აფთიაქი. როცა ჭირდება 1000-ის ბევრი არის. ახლა შეხედა რა ხდება? იმ 1500 ზედმეტი აფთიაქი აქვს ქვეყანაში. ეს 1500 იჯარა გინდა, ხელფასი გინდა, დენი გინდა, მოვლა გინდა, ეს ხო ხარჯია, ეს ფული საიდან? მოქალაქეების ჯიბედან. და ვითომ ეს არის საბაზრო, კიდევ ლიცენზიები უნდა იყოს აფთიაქებში. ანუ აფთიაქს უნდა იყოს ლიცენზია. პირველი აფთიაქი და ლიცენზია სახელმწიფო უნდა გაყიდოს, ეს უნდა იყოს ცალკე შემოსართვის წყარო ქვეყნისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ქონდეს ლიცენზია და ზუსტად მაგალითად მაღალმთიან რაიონებში, სადაც არ არის მომგებიანი, აი მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც აი ეს ლიცენზიის თანხა იყოს გამოყოფილი მაგალითად ახლა მესტიაში ან მაგალითად ბაკურიანში ან სხვაგასაც არ არის ესეთი ადგილები, სადაც კომერციულად არ არის მომგებიანი ან სეზონური არის, აი შეიძლება იყოს ეს ზუსტად ლიცენზიის თემა გათამაშებო, რომ მაგალითად შენ თუ გინდა მაგალითად ვაკეში რო კონდეს აფთიაქი აი ერთი უნდა გქონდეს ასევე მესტიაში სიტყვაზე ვამბობ რა ეგრე რა ანუ რაღაცა 1000 გზები არსებობს ფინანსური ან არაფინანსური რომ ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა და ბოლოს დისტრიბუტორები არიან უკვე დისტრიბუციის სისტემა საქართველოში დალაგებულია ამ ყველა მამაძახებს ყველა სავს კარგი დისტრიბუცია გაკეთებული ხო და არ არის საჭირო დისტრიბუტორებს არ უნდა ქონდეთ აფთიაქები წერტილი მე რო ვარ აფთიაქებს არ უნდა ქონდეს თავისი სოფტი რომ ავერსის აფთიაქში მარტო არის ავერსის მიერ შემოტანილი აფთიაქი არასწორი არის ეს არის კრიმინალი და იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ფასები და ის ბუდუები არ გვინდა და აფთიაქში როცა შევდივარ და აფთიაქში უნდა იყოს რომ აი რაც არის ყველა დისტრიბუტორები ხო არის რამდენი დისტრიბუტორი ვქოთ 5 10 15 ხო და მაგალითად მე მინდა ვიყიდო სიტყვაზე პარაცეტამოლი ვისაც აქვს დაბალი ფასი ყველა 15 დისტრიბუტორის სოფტი უნდა იყოს და თქვა ვის აქვს და ეკითხები პაციენტს რომელი გინდა ყველას დაბალი ფასი არის ამ დისტრიბუტორის That's it. და ეს და ფასები ზუსტად აქ იქნება ფასი როცა მე პაციენტი შევდივარ აფთიაქში ვეუბნება ყველაზე იაფიანი პარაცეტამოლი და 15 დისტრიბუტორი უნდა იყოს და სისტემა სოფტი უნდა იყოს სახელმწიფოსი. და გეტყვი რატო, იმიტომ რომ კერძო თუ იქნება სისტემა, ახაც მამაძაღლობები იქნება, იქ მე ეს პრეროგატივა იქნება, აი ჩემი დისტრიბუტორი იქნება წინ და როგორც აი ეს ადრე რო კეთდებოდა მაგალითად სასტრაფო გადავდებული სამსახურში რომ ფულს უხდიდნენ რომ სასტრაფო მიიყვანდა პაციენტს საავადმყოფოში ვიცდეს სქემები რა. ძალიან მარტივი არის. აი ეს არის ჩემო ძვირფასობა ძალიან მარტივი გზა. კვერცხის ფასი დაიწია ქვეყანაში და ეს ჩვენ დავინახეთ ერთ კვირაში. მოდი ვთქვათ რომ ეს მოულოდნელობა იყო ჩემთვის მე მგონი ლაპარაკობე, მაგრამ თქვენს და გააკეთეს. ახლა საუბარი იმაზე აფთიაქებზე რა შვებით. კიდევ ერთხელ აფთიაქების მაგალითი ძალიან მარტივი არის. პირველი კანონი აფთიაქების შესახებ უნდა იყოს მითითებული, რომ ლიცენზია აფთიაქის, ჯეთის უნდა იყოს ლიცენზირებული უნდა იყოს აფთიაქი, უნდა იყოს განსაზღვრული, მაგალითად ყოველ 300 მეტრზე ახლოს ფიზიკურად ვერ უნდა იყოს აფთიაქი. არ შეიძლება რომ ერთმანეთზე იყოს 5 აფთიაქი მიწებებული. ნუ ამას მე ვლაპარაკობ წლებია. პირველი. მეორე ლიცენზია უნდა იყიდებოდეს. როგორც ტაქსის ლიცენზია იყიდება, ჩვეულებრივ გადაიხდიან ძალიან მშვენიერ და კარგად. მესამე, აფთიაქი არ უნდა იყოს დისტრიბუციის, დაზღვევის ან საავადმყოფოს ნაწილი, უნდა იყოს ცალკე. განცალკევება უნდა მოხდეს ამ ბიზნესის, როგორც თავის დროზე სხვათა შორის ბანკების განცალკევება მოხდა, რომ ბანკებს არ უნდა კონდეს სხვა ბიზნესები. ეს ერთი. შემდეგი, აფთიაქების შესახებ კანონში
ჩასამატებელი არის, რომ აფთიაქის ლიცენზია ნიშნავს იმას, რომ მე როგორც პაციენტი მაქსიმუმ 24 საათში უნდა მიიღოს ნებისმიერი წამალი, რომელიც არის საქართველოში ლეგალურად დაშვებული. და ეს უკვე აფთიაქის თემა არის, როგორც მოგვარდება და უკვე ბექი, ვისაც არ იცის, უნდა იყოს სოფტი, უნდა იყოს სახელმწიფო სოფტი, უნდა იყოს, სადაც რეცეპტები უნდა იყოს ელექტრონული, რა თქმა უნდა, არა ის მამაძაღლობა, რაც იყო აი წლებია, ნამდვილი ელექტრონული რეცეპტები უნდა იყოს და უნდა იყოს დამოუკიდებელი თემა, რომ ყველა მომწოდებელი, ვინც არის საკუთარ, მაგათ მე გიორგი ფაკაძე გადავწყვეტე შემოვიტანო წამლები, ეს ვერ გავიგე. ზოგიერთი ფარმაკომპანიები, ისე ჩვენ მონოპოლიების ტიპად, კი ბატონო, იყავი ჩვენ ბატონო, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ მე რო გადავწყვეტე წამლების შემოტანა ქვეყანაში, რატო არ უნდა შემძლოს? ჩაკეტილი რო არის სისტემა, პირიქით უნდა იყოს ღია. ყველა პატარა დისტრიბუტორიც კი უნდა იყოს სისტემაში და მე როცა მივდივარ აფთიაქში, ვეუბნები ყველაზე იაფიანი პარაცეტამოლი რომელი არის. და ის დისტრიბუტორი რომელიც იქნება პატარა და მე უნდა მქონდეს როგორც მომხმარებელს უფლება ავირჩიო ყველაზე იაფიანი და იცით რა ეს ამალი არა გვაქვს შემსვლელი გვაქვს იმიტომ რომ ის იმ ჩათლახი თავის პადუალში რაღაცა გააკეთა და ვითომ და პარაშოკებით რო იყო სავსე წამლები დაგავიწყდათ მე მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილება რომელიც ბერმა კიდე არის 1 აპრილიდან ხალხო ყველა ბანძი წამლები ქვეყანაში აღარ იქნება იმიტომ რომ ყველა წამლები ჩვენ გადავედით ევროპულ სტანდარტებზე ეს ნიშნავს იმას რომ არა მარტო GMP ჭირდება წარმოებას, არამედ თითოეულ შიგთავსი, რისგანაც შედგება წამალი, თითოეულ შიგთავსიც არის GMP სერტიფიცირებული. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შეხედეთ, როცა ეს კანონი იყო შემოღობილი, 3000-ზე მეტი წამალი საზღვარზე ვერ შემოვიდა. ანუ 3000 ნაგავი წამალი შემოდიოდა. და ეს იყო ლობირება აი ამ ტიპების, რომელიც BMG-ზე გუშინ გამოვიდა და რა გეშველება, რაც ფულები იშოვეთ, მილიარდები კი გეყოთ. აი ეს არის ხო და აქედან გამომდინარე ჩემი პოსტი როს მე ვთქვი რომ კვერცხის ფასი დაიწია ერთ კვირაში ეს ჩემთვის მანიშნებელი არის რომ წამლის ფასის დაწევას შესაძლებელია და ყველაფერში ნეგატივს რო ეძებ და ზეპოლიტიზებულები რო ხართ რომ უკვე ამოვიდა ყაში ოპოზიცია ხართ გასწორებული მიწასთან საქართველოს ოპოზიცია აღარ არსებობს ეს არის ნარჩენები აი ხო ეს მომაკვავი ბუზები რო არიან ხო იცი რო იკვინებიან რო ხო იცი აი აი ნოემბერში დეკემბერში რო კვდებიან უკვე ბუზები აი რო იკვინებიან აი ეს არის ნარჩენი საქართველოს ოპოზიცია არ არსებობს საგნობრივი ოპოზიცია რომელიც მარტო საგნობრივად ხმას ამოიღებს რაღაცას იტყვის არ არსებობს მარტო არიან ეს თავრობა ცუდია ჩვენ ვარ გარგეთ აი პოსტ მოусვენ მაგა ტელევიზიის გულის ამრევი არის პრინციპში ტელევიზიების თემაც მე გულშინ დავწერე პოსტი რომ ტელევიზიები და სააგენტოები ძალიან რომ წლის ბოლომდე კიდე რამდენი დაიხურება კიდე დავინახავთ რა კიდევ ერთხელ ფასების დაწევა ქვეყანაში შესაძლებელი არის ცოტა სახელმწიფოს მოჭერას არის საჭირო რეგულაციებია საჭირო და ცოტა ტვინის დატანა საჭირო რა ვიცი მე ჩემი პროგრამების უყოს დაწერილი მაქვს Facebook-ზე მიდევს რაღაცები ვისაც საჭირო წაიკითხეთ გაქვთ ჩემი ტელეფონები დამირეკეთ ხო იცი თანამდებობა არ მინდა პოზიციაც არ მინდა ოღონ ფასები დაწიეთ აი ეს არის და ეს ძალიან მარტივად კიდევ ერთხელ გავიმეორებ როგორც კვერცხების ფასის დაწევა იყო შესაძლებელი მე პრაქტიკულად ვიღაცის ნათქვამი კი არა აგერ ჩემები იყო მოსული ნავთლუხის ბაზარში ერთი კვირის წინ ღირდა 250 ლარი ეს ერთი ლატოკი 60 კვერცხი დღეს გადაიხადეს დღეს ძილს მე ჩაურიცხებული 170 ლარი ფაქტია სახეს ეს არის ფაქტი ზუსტად ასე შეიძლება იყოს დაწეული წამლების ფასი 30% მე ხო ჰაიდან კი არ მე მართლა გეუბნებით 30%-ით აი ეს რეფერალური ფასებიც კი შეიძლება იყოს დაწეული ფასი იცით თქვენ რეფერალური ფასი ინდოეთში შეიძლება maximum retail price ინდოეთში რო არის ეს ფასები მიტყმულია სხვადასხვა 5-ზე აფთიაქები უფრო იაფად ყიდიან და საქართველოში ესო მინიმალური ფასი არის და ამ ფასად ყიდიან ისე უფრო იაფად უნდა გაყიდო რეფერალური ფასი გეუბნება რომ ამას ზევით არ უნდა გაყიდო და სად არის კონკურენცია რატო არ ყიდიან უფრო იაფად იმიტომ რომ ნამდვილი კონკურენცია არ არსებობს იმიტომ აფთიაქები უნდა იყოს სალკე ბიზნესი დისტრიბუტორები უნდა იყოს სალკე ბიზნესი სოფტი სამანტოებაში აფთიაქებში უნდა იყოს სახელმწიფო სოფტი იყოს თავისი ელექტრონული თემით და კიდევ ერთხელ მე მჯერა ერთი რამის ყველაფერი შესაძლებელი არის და მე იმედი მაქვს რომ დადგება დრო რომ ჩემი ბებო მარო როცა მივა ხულოს აფთიაქში და ნებისმიერი რეცეპტით მაქსიმუმ 24 საათში ჩემი ბებო იმიდან ხულოდან მიიღებს იმ წამალს მაქსიმუმ 24 საათში ისე როგორც ეს ხდება ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ჩამწელობას გისურვებ და აი ეს ნეგატივი და ლანცგვაგინებები არ გინდა ყველაფერში რაღაც დაინახეთ კარგი რა გჭირთ ხალხო
მიყვერხართ ძალიან ძალიან.